მოგესალმებით, დიდი გაცემა დაიწყო მეგობრებო. ბატონი პატასალია დიდი ხანია. აწლეულებია ჩვენ. მე პირადად პატას ვიცნობ, არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩვენი გაცემის სტუმარი. მოგესალმებით, პატო, ძალიან მიხარია რომ მოგზაურდით და არის ბატონო, შალომი, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. კი ბატონო, რა ხდება პარლამენტში? შვიდად ხართ, ხო, ყვირილი არის მის ოპოზიციის? არა, ყვირილი ნამდვილად არის. კონსტრუქციულად მუშაობ. არიან პარლამენტში, ასე ვთქვათ, განსხვავებული მოსაზრების მქონე პირები, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ჩამოყალიბდნენ, როგორც ოპოზიცია, თუმცა ჯერჯერობით კონსტრუქციულად მუშაობთ მიმდინარე საკითხებს. არის გარკვეული ასტასხვაობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რო გითხრათო, ხმაურია არ არის. ხო, არა, მე მგონი რომ თუმცა ალბათ ეგეც იქნება ეს დღეს. სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, ესე იგი, ხელთ გქონდათ რამდენი მანდატი? 50-ზე, 60-ზე მეტი, ხო თუ რამდენი? არა, 50. 59 გვაქვს ჩვენ, ხო. მათ გქონდათ 50-ზე მეტი, ხო 150-ია სულ. ეხლა 50-ზე მეტი მანდატი გქონდათ. 61 მანდატი. ხო და შეეძლოთ შესულიყვნენ და იქ აიტეხათ ხმაური და ყოველ დღე თავისი დღის წესრიგი პროცედურული ომების შედეგად მოიხუიათ თავზე. მაგრამ ამათ აი აბსოლუტური სიგიჟე ჩაიდინეს. რაც სხვათა შორის სულია, იმიტომ რომ ვიღაც ხალხი ხო ენდო ხმები ხო მიიღეს. ამ ხმის მიმცემებმა ამომრჩევლება მათმა 80%-მა არის სულვა მათთან აი უაზრო რევოლუციაში წაყოლა. არ უნდათ მას ეს. და ეს ხალხი აი ოპოზიციის ხმის მიმცემი ხალხი მათი ამომრჩეველიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც ცვლილებების მსურველი. დარჩა საკუთარი რეპრეზენტატიულობის გარეშე. კი ბატონო, აქ ერთ პარადოქსთან გვაქვს საქმე. თითოეული ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში, საუბრობს იმ ამომრჩევლების რაოდენობას, ვინც მათ ხმა მისცა. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ აქტივობა იყო ძალიან მაღალი. სად გაყავდა ოღონდ მერე? არ ვიცი. არითმეტ მარტივი არითმეტი. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ყველა ამბობს, რომ ამდენმა 1000-მა მოგცა ხმა, დათვლილია ზოგი ამბობს 250,000-მა, ზოგი 300,000-მა, ასე შემდეგ. ქართულ ოცნებას ხმა მისცა 1,120,000-მა ადამიანმა. დაჯამდა ეს ხმები, მივიღეთ ის რაოდენობა ამორჩევლების, რაც მივიდა. არაერთმა ექსპერტიზამ გვაჩვენა, რომ იმ ელექტრონული მანქანებით იმ მანიპულაციების ჩატარება, რასაც ამბობს და აცხადებს ეპირსიტყვიერად დაწყებული ექს-პრეზიდენტიდან დასრულებული ბოლო ოპოზიციონერით, წარმოუდგენელია. უბრალოდ ვერ მოხდებოდა და შესაბამისად არც არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხო? ვერც ერთ საერთაშორისო ტრიბუნაზე ხმამაღლა ვერ მიუთითებენ კონკრეტულ დარღვევებზე. არის რაღაც აღქმებზე საუბარი, აქცენტი არჩევნებისგან გადატანილია უკვე ნოემბრის მოვლენებზე, რომ ხდებოდა იქ რაღაც, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტება და ასე შემდეგ და ამას იყენებენ არგუმენტად, რომ თითქოს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური. ხო, მაშინ ამაზე არ საუბრობ. არა. და ერთ რამე შეგახსენოთ თუ სარი გახსოვთ ერთ-ერთი პირველი მესიჯი რომელიც მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან არჩევნების შედეგების გახმაურების მერე იყო რომ არჩევნების ჩატარებასთან ჰქონდათ გარკვეული ეჭვები და ასევე არ მოსწონდათ ის ორი კანონი რაც მივიღეთ LGBT პროპაგანდის ამბრძანავი და ეგრეთ წოდებული რუსული კანონი გამჭვირვალობის კანონი რომელსაც ახლა უკვე პარლამენტში ვაინიცირებთ ზუსტად ასლს იმისა რაც არის დღეს ამერიკაში რასახითაც არის ფარას კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი პირდაპირ სახით იქნება დარეგისტრირებული როგორც კანონპროექტი და შემდგომ მივიღებთ მას ისეთივე სახით როგორც ის არის ამერიკაში. ამით დასრულდება. თუმცა მე ერთ-ერთ ეთერში შალობოდიში გაწყვეტნեմ თქვი რომ დღეს ჩვენ ისეთი ოპოზიცია გვყავს, ქუჩის ოპოზიციაზე ამ შემთხვევაში საუბარი, რომ ამერიკულ კანონსაც რუსულ კანონს დაარქმევენ მეთქი და რამდენიმე დღეში ესეც მოხდა. ამბობენ რომ ამერიკული კი არის, მაგრამ საქართველოში ის არის რუსული. პრინციპული განსხვავება. ამერიკის საელჩო არის ქარდების გარეშე და დუმს იმიტომ როგორც კი ადრე
მოხდა არა ფარასი, არამედ გაცილებით უფრო რბილი და ჩემი აზრით არაეფექტური კანონის ინიცირებაც კი, რომელიც მივიღეთ. პირველი გამოვარდა მარტში ჯერ კიდევ, როცა ჩაიშალა მიღება და შემდეგაც გამოვარდა ამერიკის საელჩო, რომელსაც აი კამერტონი რომ ტონს მისცემს ორკეს, აი ესე მისცა ტონი ყველა ლიბერდებილებს რა და ეხლა დუმს, რა თქმა უნდა, აბა რას იზავს. შესაბამისად, ვერასოდეს ვეღარ იმის 1000-საც ვერ ააგორებენ რაც მაშინ შეძლეს. ანუ ეს კანონი ჩვეულებრივ გავა რა. არა, ეგ რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ხამ კანონთან დაკავშირებით ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს. კანონის აღსრულებაც ისეთივე წესებით მოხდება, რასაც ამერიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, მან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუ არ არის საქართველოში. ძართული იქნება, მაგრამ თვითონ ვითარებაც დედამიწაზე, პლანეტაზე ისე შეიცვალა, რომ იგი გაიოლდება აღსრულება, იმიტომ რომ როგორც მე ვატყობ, მეხუთე კოლონის უცხო სხეულის შეჭრა სხვადასხვა ნაციონალურ სახელმწიფოებში, როგორც ამ სახელმწიფოების დაპყრობის მეთოდი უკვე აღარ მუშაობს. წინამძღოლ შემთხვევაში ამ დიდ ინსტიტუციებს და USA-ს მოეხუმრებით ჩვენ რა. აი ეს სწრაფად არ დაანგრევდნენ. მე მგონი ახალი სამყარო არის, რომ ტრამპია ნებისმიერი ლიდერი მიდის პარტნიორთან და ეუბნება, რომ მე ეს მინდა. შენ რა გინდა ამის სანაცვლოდ? ანუ პირდაპირი მოლაპარაკებები იქნება, რომელიც შეიძლება არ იყოს სამართლიანი. სად არის სამართლიანობა? მაგრამ არ იქნება იმ ქვეყანაში LGBT თემის დაფინანსება, უცხო NGO-ების შემდეგ არევა, მეშვეობით არევა და აი მსგავსი რაღაცები აღარ იქნება. დიახ, ტრამპი ბიზნესმენია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ვადით იყო უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მისი modus operandi, ასე თუ როგორ ოპერირებს, ეს არის წმინდა ბიზნესმენის გარიგებების კაცი არის, დიახ, ის მცად არის, ისაუბროს გარიგებებს ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც იარაღ დამიზნებული იარაღის ქვეშაც ეგეც გარიგებაა, ეგეც ფაქტორია გარიგების. დიახ, შესაბამისად ეს არის დღეს რასაც ვხედავთ. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ როგორც ტრამპი, ასევე მისი გარემოცვის წევრები საუბრობენ იმაზე და საქმითაც დაადასტურეს უკვე, რომ ისინი არ ჩაერევიან სხვა ქვეყნების არჩევნებში და ხელს არ შეუწყობენ რეჟიმის ცვლილებას. პირდაპირ განაცხადეს. და ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რაც იყო ამ ყველაფერში. USA-დი და NATO. მიუხედავად, მოდი ასე ვთქვა, ბევრი კეთილი საქმისა რაც გააკეთა ამ ორგანიზაციამ. ხო არ იყო მხოლოდ შეფუთვა იყო ეს კეთილი საქმე. თუმცა კეთდებოდა, ვიღაც ბენეფიციარები იღებდნენ. გავიგე, მაგრამ თავი სხვა იყო. ანუ სახელმწიფო გულისხმობა ადამიანები იღებდნენ. მესმის ეგ იყო მექანიზმი, რომლითაც თავისი გავლენის გაძლიერება. როგორ არის კეთილი სრულიად არის გზა ჯოჯოხეთისკენ მოკიწყული და ზუსტად ეგ შემთხვევა იყო აი ამ ორგანიზაციებთან. კი ბატონო. ეხლა რაგიღა ეს ალბათ ესე იქნება, ახალი ეპოქა მოდის. რა თქმა უნდა, ეხლა რაც ქუჩაში ხდება, ანგაჟირებული ტიპების, ლიბერდებილების, გამოუცდელი ადამიანების, ახალგაზრდების ხელით ეს ჩაცხრება, იმიტომ რომ ფული გაუთავდებათ ელემენტარულად, მე ყველა პროცესის მიღმა ხედავ იმას, რომ ეს დაფინანსებულია. აი მთელი ეს მოძრაობა. ხო და ფული გაუთავდებათ, თავარი იდეოლოგი და სპონსორი აბსოლუტურად 180 გრადუსით არის მოტრიალებული და ეს ჩაცხრება. თუმცა აქ ჩვენ გვაქვს ახლა სამუშაო იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გავამაგროთ. გულისხმობ არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეკონომიკას. არამედ რაც ჩვენ გვაქვს, რამაც ჩვენ მოგვაგებინა ამ ბრძოლაში Deep State-თან, ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ქართველობა, ტრადიციები უნდა გავამაგროთ. შენ ხარ პარლამენტის წევრი, ვიცი რომ პარლამენტში ბევრი რამე არის დაგეგმილი. აი ამ გრადუსით დაგვანახე შენი თავი და მოღვაწეობა. კი ბატონო, ესე იგი ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს დავამატებდი, რაც ჩამოთვალე ახლა შენ. მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ყველა პროცესში აუცილებლად ფული მონაწილეობს. დიდწილად ესე არის, ჩემი აზრია, ეგა. თუმცა პირველ დღეებში მიტინგებზე, რაც იმართებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა, ვინც ალბათ ვერ არის გარკვეული გეოპოლიტიკაში და არც ევალება, რომ იცოდეს, ვინც არასწორად აღიქვა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი, ვისაც უბრალოდ არ მოусმენია და მეგობრის ნათქვამს აყვა და საქართველოში ეს ძალიან ხშირად ხდება, ხო? წაუკითხავ წიგნებს ვარჩევდით ქართველები და უნახავ ფილმებზე დასკვნებს დებდით რა. ეგ დამახასიათებელია საქართველოსთვის და აქაც ამანიშინა თავი ჩემი აზრით, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანის
მართლა გულის ტკივილით მივიდა და ფული არ აუღია მიტინგებში. ეს ადამიანები ვინც არაფულის გამო მივიდა ეგ და არამედ სხვა მერკანტილური ინტერესების, არამედ თავისი შეხედულებების გამო, თავისი აზრი, თავისი გადასახედი და თავის ქვეყნის სიყვარულის გამო და იმის სწრაფებების გამო, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ხო, ევრო დასავლეთისკენ ინტეგრაცია. ძალიან ბევრი ადამიანი ამისთვისაც მივიდა და მე ვფიქრობ, ეს ადამიანები ქმნიან ასევე იმ მომავალ საქართველოს და ესენი არიან მომრჩევლები, რომლებმაც ხელისუფლება უნდა აირჩიონ მომავალში და ამ ადამიანებთან აუცილებლად არის სამუშაო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ესენი არიან ძირითადად ახალგაზრდები. დაასრულე და მე ეს არიან ახალგაზრდები და ეს ახალგაზრდები, ვისაც არ ახსოვს რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში. ეს არის ძალიან კომისია იმუშავებს იმისთვის, რომ ყველაფერი ერთ-ერთი მიმართულება ეს არის არმიის დაიწყებას არაფერი კი. ერთ-ერთი და სადაცავ კომისიის წევრი ვარ, ერთ-ერთი მიმართულება ეს არის, რომ დაიწყებას არმიეცეს, როგორც შენამობ ის დანაშაულებრივი ქმედებები და ის რეჟიმი, რომელიც მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. ასევე ძირითადად ხედავ ჩემ როლს და მიმართებას იმ კუთხით, რომ ვარ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ამ მხრივ უამრავი საქმე. ამ მხრივ არის ძალიან ბევრი საქმე, ახალგაზრდებთან არის ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი და ჩვენ მე ვთვლი, რომ მართლა კარგი ახალგაზრდობა გვყავს, უბრალოდ სწორი მიმართულებაა საჭირო. სწორი ღირებულებები და სწორი ხედვები უნდა ჩამოუყალიბდეთ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ყოველი თაობა წინაშე ჯობია. ეს ტრადიციული ამბავია, მაგრამ სპეციფიკა აქვს ამ თაობას ის, რომ არ ვიცი განათლების გამო, არ ვიცი გაჯეტების რევოლუციის გამო, დიდი ტექსტების დამუშავება უჭირს ახალგაზრდებს. და თუ შენ დიდი ტექსტები არ აქვს დამუშავებული, ან თუ რაღაც ასაკში დონ კიხოტი მაინც ვერ წაიკითხე, შენ გიჭირს რა იცი, თლიანი სურათის საქმე. იმიტომ რომ შენ გონება არ აგა გავარჯიშებული და სიღრმეში ვერ მიდიხარ. შენ 30 წამის TikTok-ის ფორმატში ხარ მხოლოდ და როცა შენ გეუნებიან TikTok-ის ფორმატში რომ გეუნებიან რომ რუსული კანონი, რუსეთი, რუსული და რატომ აბა იმან რო თქვა ელჩმა, აბა ამან რო თქვა ვიღაცა აბსოლუტურმა იდიოტმა, ვიღაცა შეშლილმა ბალტიისპირელმა რო თქვა, შენ რაკიღა მეხსიერებაც მოკლე გაქვს, არიცი საიდან მოდის ეს პროპაგანდა, რა იყო ადრე. აი ეს არის თავარი პრობლემა მეხსიერების გაზდა დიდი ტექსტების შემოყვანა ახალგაზრდების ცხოვრებაში. ხო, ნუ რა უნდა ვქნათ ახლა ამ შემთხვევაში, მოდი ვიმშევ. ხო, აი ორი გამოსავალი ძალიან დიდი პრობლემაა. ახლა ძალიან რთული ამაზე ისაუბრო, მით უმეტეს, როდესაც სოფლიო დინამიურად იცვლება, დაწყებული პოლიტიკიდან ხედავთ, რომ ერთ თვეში როგორი კორიანტელი დადგა, ხო, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარემოებების და ფაქტიურად როგორ შეიცვალა დასავლეთში კოლექტიურ დასავლეთში, რასაც ჩვენ დასავლეთს ვეძახ, ხო, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, მათი ურთიერთობა შიგნით იცვლება. ცივია პრაქტიკულად უკვე. ხო, ნუ ახლა ესე ვერ შევაფასებდი ჯერ, მაგრამ ხო, ნახოთ. არაფერი გამორიცხული არ არის დღევანდელ მსოფლიოში და დაწყებული პოლიტიკა და დასრულებული ტექნოლოგიები, ხო? ეს პოლიტექნოლოგიებიც იხვეწება და თანამედროვე შესაბამისი ხდება. შემოდის ხელოვნური ინტელექტი, აი უზარმაზარი ნაბიჯებით და ხვალდაზე რა იქნება და რას გააკეთებს, არ ვიცით, ხო? რასაც შენ ამბობ, ნახე დღეს ყავს თაობა, როგორც შენ ამბობ, რომელიც მოკლე მესიჯებით აღიქვამს სამყაროს, ხო? რა უნდა ქნა ამ შემთხვევაში? ან ეს ახალგაზრდობას გონება უნდა შეუცვალო? ჩაცვა საყოველთაო სიმძნე. ხო. ან მოკლე მესიჯებში უნდა დაატიო დანტე, ან უნდა რაღაცნაირად გაუწელო მეხსიერება. თული არის, მაგრამ თუ გვინდა რომ ამ ადამიანებთან სწორი მესიჯები მივიტანოთ, მაშინ ჩვენც ამ მიმართულებით უნდა ვიშრომოთ და მოკლე მესიჯებით ვაჩვენოთ ის რეალობა, რაც ძალიან მოკლე და მარტივი მესიჯია. ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც დგას და თქვა, ევროკავშირის დროშას აფრიალებს, უბრალოდ არ უფიქრდება იმას, სად მდებარეობს საქართველო და ჩვენ როცა ვამბობთ, რომ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დავირაზმეთ და ნაბიჯით წავედით საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან და ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. საზღვარი ვისთან გვაქვს, ხო? ამას ცოტა რომ დაუფიქრდეთ. ძალიან კარგი უცნაური 30 წამშიც რო იფიქრებ ამაზე, ვინ გაკრავს ირგვლივ, რა რესურსი გაქვს? იქაც შეიძლება სწორი დასკვნა გააკეთოს. ხო, მაგრამ ჩვენი განათლების სისტემა არ ამზადებდა ამ ფიქრისთვისაც კი. ეხლა რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რატომღაც ამ განათლების სისტემამ ლიბერალურმა ჩთაუნერგა
ახალგაზრდებს რომ არის აბსოლუტური სიკეთე ევროპა და დასავლეთი და არის აბსოლუტური მორატება რომელიც სადღაც აზიაშია და საქართველოს როლზე საქართველოს ისტორიულ გამოცდილებაზე არ საუბრობდნენ საქართველო არის პირმშო ორი უდიდესი კონტინენტის დაპირისპირების თანამშრომლობის ეს პირმშოა ანუ გზაჯვარედინია მართლა და ჩვენ მართლა იმიტომ ვარ თვითყოფადები რომ შევითვისეთ ბევრი და მათ შორის მარტო ჩვენიც არის ძალიან ბევრი ამას არასწავლიან აქ ძალიან პრიმიტიულად აი დიქოტომიურად ჩავთეთრულად ასწავლიან ამათ რომ აი ევროპა კარგია ევროპა როგორ მივიდა აქამდე რის ხარჯზე აქვს ევროპას კეთილდღეობა ეხლა ხო გამოჩნდა რომ ევროპის სოციალური კეთილდღეობა დამყარებულია ამერიკელების მიერ მათ დაცვაში გადახდით ფულზე ევროპას არ ყავდა ჯარი ევროპა ასევე იაპ გაზზე რუსეთის ეს რო შეწყდა ეს ყველაფერი ევროპაში არის უდიდესი კრიზისი ასევე ხო გამოიკვეთა რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არის ევროპა და ეს აზიელები და აფრიკელები ცოტა ხანში ეგენი იქნება ევროპა ვინც ნამყოფია ხა პარიზში თუნდაც ლონდონში დაინახავს ამას ამაზე არ ფიქრობს ეს ქართველი სტუდენტი მაგალითად შენ ამას რეუნები როგორც ფაქტს ის გეუბნება შემაში რუსეთუმე ხარ და ნუ აი როგორ აუხსნა სამწუხაროდ ეს არის ძალიან დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოში თუ რამე განსხვავებულ სიტყვი აუცილებლად რუსეთუმე ხარ ხო ეს არის ზუსტად იმ ლიბერალური სამყაროს ფსევდოლიბერალური ვიტყოდი სამყაროს გამოვლინება რასაც აკრიტიკებდა ფრენსი მიუნხენის კონფერენციაზე ხო ის ამბობდა რომ გამოხატვის სიტყვის თავისუფლება და ჩაახშეთო ეს არის როცა შენ განსხვავებულ აზრს ამბობდა უცებ გაკ იარლიყი აწებებულო შენ ხარ რუსეთუმე ან ეს არის სხვა რა რუმინეთში რა ქნეს დღეს ადამიანს რომელიც ვთქვათ იგივე რუსეთის პოლიტიკამ მაიძულა რომ დამეტოვებინა ჩემი მშობლიური სახლი და დევნილად ვექცია საკუთარ ქვეყანაში ვიღაც ადამიანები ბედავენ და ამბობენ რომ მე იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვს შეიძლება ვიყო რუსეთუმე ხო ანუ წარმოუდგენელი რაღაცა არის მაშინ როდესაც არ უფიქრდებიან აი ზუსტად იმ 30 წამსიქით ვეღარ გადიან და ვერ ფიქრობენ იმაზე რა შეიძლება იყოს დღეს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და შვიდობაც აქილიკო რო გახდა უკვე წარმოუდგენელი რაღაცა არის. მე იძახიან რომ რატომ არ იმუშავა? ჩვენ რატო ვერ ვიმუშავეთ ომის შიშის წინამდე? დაგწინოდნენ. აბა ომი გინდა და დაგწინოდნენ და მე რომ მიხვდნენ კი ვერაფერი ვერ დაუპირისპირეთ. საქართველოში არის ჯერჯერობით ჩემი თაობას, უფროსებიც და უმცროსებიც, რომლებსაც ომის სისასტიკეები გვახსოვს. ისედაც გადარჩენის ინსტინქტია, მეტი კი არაფერი. იცი რა, კითხვა შეიძლება დასვა ადამიანმა, მე ხა რუსეთს დაუპირისპირდები. მე აი რა უქნეს უკრაინას, ხო, ნათად გამოჩნდა. ორივე ამერიკამაც და რუსეთმა. რა უქნეს? თან ეხლა როცა აფხაზეთზე კარგად გამახსენდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა ეს ბოდიშის მოხდის კამპანია დაიწყო. ამაზე ვითომ პატრიოტები ხო აყვიდნენ. ოღონდ ალტერნატივა რა არის? ხო ჩანს რომ ევროპის და დასავლეთის ძალისხმევა ემეჭვეპარება რა ძალისხმევა იყო, მაგრამ არაფერი შედეგი არ გამოიღო. იქნებ სხვა გზა არის საპოვნი. იქნებ სხვანაირად არის მისადგომი, არა მარტო აქ. ის ადამიანები შალვა, ვინც ამას ამბობენ, ანუ ვინც არიან დამკვეთი ამ შემთხვევაში აი ამ პოლიტიკის და ვინც ახორციელებს ამ პოლიტიკას, ისინი კონკრეტული ადამიანების დაკვეთას ასრულებენ, ხო და სხვანაირად ვერ ცილაპარაკებენ. ჩვენ ხო ნახეთ USAID-ის სკანდალიდან გამომდინარე, რა ხდება, როგორ ხდება. რამდენი გადახდილი რაში? დიახ. და ვიღაცა ხო ბენეფიციარი იყო საქართველოს ხო იღებდა კონკრეტული ადამიანები. კონკრეტული ადამიანები, ეს კონკრეტული ადამიანები ავრცელებენ სწორედ ამ ნარატივს, რომ აი ესე არის და სხვანაირად არ შეიძლება მე რა ომის ვისეშინია თუ საომარია უნდა ვიომოთ დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები ვინც ამას ამბობენ პირველი აღმოჩნდებიან ან თურქეთის ან სომხეთის საზღვარზე ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ 2008 წლის ომის დროს და შესაბამისად ვიცით რა შეიძლება მოხდეს ამ ადამიანებისაგან ეს არ მიკვირს აქ სამუშაო ამ ადამიანებთან აღარ არის ეს ადამიანები ძირითადად ვინც ამას ავრცელებდა დარჩნენ პარლამენტს გარეთ და ტრიბუნა აღარ დარჩათ. ეს რა გააკეთეს? არ ელოდნენ ჩემი აზრით ამას. ეს გეგმა იყო რომ მოდი ჩვენ არ შევალთ, ჩამოიშლება და აი რა არის, რატომ მოძდით ეს? აი საერთოდ
ბაბლში არიან, საკუთარი ილუზიების ტყვეობაში არიან და ამიტომ ეგ ბაბლი ცალკე ისტორია, რომელიც შექმნილია სოციალურ ქსელში და იქ სხვა სამყაროა საერთოდ. ხო, იქ ალგორითმი ისე გიკეთებს, რომ იმპერატორი ხარ. შენ გონია, რომ მარტო შეგიკრავენ ტაშს რა. ბატონო. და შესაბამისად ეს ადამიანები ვერ ხედავენ რეალურად ქუჩაში რა ხდება, ხო? ელემენტარულად რამდენიმე ასეული ადამიანი გამოდის, თქვათ, აპროტესტებს ხამის საათებში და წარმოაჩენენ სოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, რომ მრავალათასიანი მიტინგები აწყდება. ხო, არა, და რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს დასასრული, მით უმეტეს ის რესურსი და ის წყარო, საიდანაც ფინანსდებოდა დიდწილად ამ ტიპის აქციები გადაიკეტა და ნუ შესაბამისად ალბათ მუქთაზე არ გამოვა. ლიდერი არ გამოვა მუქთაზე. იცი რა, ის ადამიანები, ვინც როგორც ჩვენ ამბობ, მუქთაზე გამოდიოდა, მათაც აღიქვეს უკვე რეალობად, როდესაც მე ხმას ვაძლევ კონკრეტულ ადამიანს, რომ შევიდეს პარლამენტში. თან როცა ის ადამიანი დათვლილად ამბობს, რომ ამდენმა ათასმა კაცმა მომცა ხმა და მაინც არ შევდივარ პარლამენტში და ამას იყენებს შანტაჟის იარაღად, მე ქუჩაში რჩება, ვერ შედის პარლამენტში, ანუ ჩემი ხმა დაიკარგა, ხო საწავიდა ჩემი ხმა. ახალი არჩევნების ჩატარება 2028 წლამდე საპარლამენტოში არის ზღაპარი ამ ქვეყანაში გამორიცხულია. შესაბამისად ის ამომრჩეველი დარჩა მოტყუებული. არა, ეხლა უკვე უბრალოდ რაღაცნაირი ეგზიტი უნდათ, მე მგონი, რომ არ არსებობს კარგი ეგზიტი აქედან, ეს არის გაფარჩაკება, რაღაცა უნდათ. აი, სალომე ზურაბიშვილი რო ავიღოთ. ეს არ მინდა, ნუ ეს მუსგავსო ადამიანი, ხო? რომელიც ქართული არაფერი არ აქვს. აი, ეს ბოლო სტატუსი გავრცელდა, არ ვიცი, ეს შეიძლება ფეიკიც არის, მაგრამ არ ამგონია რა. გაუშვით. არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს, თუმცა მზიასავით ვეტყოდი, რომ ამ ქვეყნის გადარჩენას სხერპლის მაგირად ცოცხალი მებრძოლე სჭირდება. ცოცხალი, ნუ ანუ ეს არაქალი. რატომ არის, იცი? აი, არც TikTok-ის აზროვნებას ყოფნის ხალხო. შვილები სატყავს ამას. საქართველოში ყავს შვილები? ვის ხელმოზე და ვის ცოცხალ ძალაზე ლაპარაკობს? სად არის მაგის შვილი? ერთი, მეორე. ანუ სხვისი შვილებით უნდა აქ რაღაც საქართველოს დემოკრატიის მე ესე შევხედავდი ამ ყველაფერს. საქართველოში შიგნით ისე განვითარდა მოვლენები, რომ ამ რადიკალებს, ხო, ვინც საპარლამენტო ოპოზიცია იყო ადრე და დარჩნენ დღეს პარლამენტს გარეთ, სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობისა, ხო? ანუ ლოგიკურად სხვა რა გზა შეიძლება იყოს. და გადატრიალებასაც ცოდნა უნდა, პატა, ეგრე ეს გამორიცხულია, რომ მათ გადატრიალების შესაძლებლობა, ნიჭი, უნარი და რევოლუცია არის პროფესია. შევთანხმდეთ, რომ არა აქვთ, ხო? აბა მაგის გარეშე არ შეიძლება. დარჩა ერთი კომპონენტი, რასაც ასრულებს სალომე ზურაბიშვილი. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, გარეთ მცდელობა და ეს დიდწილად იქიდან დაკვეთის შესრულება. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ის რაც ადვილი შესასრულებელია, რადგან ის დაკვეთა მოდის გარედან. ხო, აგენტია პირდაპირი რა. აგენტია ჩადის თავის პატრონებთან და ლაპარაკობს საუბრობს. რასაც ჩაუდებენ პირში, იმას ამბობს. მოაქვთ ეს ინფორმაცია, ხო? ცდილობენ დააზიანონ ქვეყანა. ვერ გამოვა. ტრამპის მერე მithumetos. ამ გარედან დაკვეთის შესრულება სჭირდება შიგნით შემსრულებელი, რომელიც ფაქტიურად აღარ დარჩა. ანუ ლენინი და ტროცკი იყვნენ პროფესიული, ჩვენ გვაქვს საკითხული, დასწავლზე გვაქვს თავის დროზე პარტიის ისტორია პროფესიული ესე ამბობდნენ, რომ რევოლუციონერობა ეს არის პროფესია. მოწოდება, ასე შემდეგ, პროფესია. ცოდნა უნდა მაგ საქმეს და ეს რომ გამოყავს დოიაშვილი. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ რა არის თეატრიო და აღარ არის არსად. სად არის? არ არის. აი ეს ინფანტილური საკუთარ ბაბლში მომწულეული ტიპები რა რევოლუციას აპირებდნენ. ანუ კიდევ რატო დაერხა იცი დასავლეთს, რომ აი ამაში ჩადო ფული. ანუ ადრე ხო რაღაცა კასტინგი კეთდებოდა, რომ ამას შეუძლია თუ არა. შენ თუ გახსოვს ვიქტორია ნულანდი, როცა უკრაინაში ამერიკის ელჩთან არჩევს 2014 წლის მაიდანის შემდეგ ხელისუფლებას. ეს გახდება fuck you დედაცვატირე ევროპისო. იქ რაღაცა თვისებებზე მიდის ლაპარაკი, ამას ეს, ანუ მაშინ ჯერ კიდევ კლასი რაღაც, რა კლასი, მაგრამ მაინც. აქ ეხა ამათ რო უყურებ ამ ბრბოს, ხაზარაძე, გვარამია, აი რა არის ეს? რაღაც სიგიჟეა რა.
არასურ ადამიანებზე გააკეთეს გათხოვება. სწორი არ ყავდათ მე მგონი და იმით. ხო, ну სწორი არ ყავდათ, ეგეც არის, იმიტომ რომ ძალიან რთულია იპოვო სწორი ადამიანი, რომელიც დაგთანხმდება ესეთ რაღაცაზე, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ხო? ხო გახსოვს მესიჯები არჩევნებამდეც ევროკავშირის რეზოლუციები რა იყო? აბა, სამარცხი. სამი ძირითადი მოთხოვნა იყო კანონების გაუქმება, მიშას გათავისუფლება, რუსეთისთვის სანქციების დაკისრება. მიშას გათავისუფლება ჩარჩა იქ. ტექსტში ხო იცი რო ვერ შლი რატომ გას. მიშას გათავისუფლება კი არ ჩარჩა, მაშინ საავადმყოფოში გადაყვანა. საავადმყოფოში გადაყვანა, ხო? ხო, ну მიშა სააკაშვილი ხო თემა. ანუ მიშა სააკაშვილის იქ დატოვება ხო იმას ნიშნავს, რომ ისიც აგენტია. სამწუხარო არის, რომ დღეს ევრობიუროკრატიას არ ყავს ისე ვთქვათ ისეთი ადამიანები, რაც ყავდა ევროპას სულ რაღაც 25 წლის 25 წლის წინ კი ბატონო. ანუ ხო, ჩვენ გვეხსნება ძალიან კარგი შანსი, ჩვენ არ უნდა შევშინებთ ამ შანსებზე საუბარს. სხვადასხვა დერეფნებზე, რკინიგზების გახსნაზე, ყველასთვის გახსნილი უნდა იყოს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ოღონდ იმათთან ერთად, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად და მათი თანხმობით უნდა მოხდეს, ეს გამოხდება კიდეც, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს. გზები უნდა გაიხსნას, ვაჭრობა უნდა იყოს, ეკონომიკა ხო კარგად მიდის, უფრო კარგად უნდა წავიდეს. მაგრამ არის პრობლემები. კიდევ ერთი პრობლემა არის, აი ამ ვისაც ოცნება არ მოსწონს, ოღონდ ვინც რადიკალი არ არის, იმათი ჩაბმა სოციუმში. რითი შეიძლება კიდევ ეს გავაკეთოთ? ახსნა განმარტება, განათლება, ძველი კოშმარების შეხსენება, ეს გავიგე და კეთდება. კიდე რა იდეები გაქვს? ეს ხალხს მე მგონი ეს აინტერესებს უკვე. აი, დამარცხდა ქუჩა. კი ბატონო. აღარ გადის არავინ. ну იცი ესეც პროცესია, ხო? ხო, ნახე ამ პროცესმა რა გვაჩვენა, რაც ახლა ხდებოდა პარლამენტის წინ. ეს გარეთ დაკვეთის შემსრულებელი ძალები იდგნენ ცალკე, ხო? არ ჩანდნენ. დღეს საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი აქციები, როდესაც სიტყვით ადამიანი არ გამოდიოდა, ხო? და ლიდერიც არ ყავდა თითქოს. ლიდერიც თითქოს არ ყავდა, რა თქმა უნდა ეს ყავდა ბუნებრივია, მაგრამ ესე აი ტრიბუნა არის. მაგრამ ამას მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ იქ იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ასე ვთქვათ, ამ მართულ სიტუაციაში იყო, სიტუაციას მართავდა, ეს ოპოზიციურ ლიდერებთან სავარაუდოდ შეთანხმებით ხდებოდა ეს ყველაფერი და რაღაც სპონტანურად გამოსული ახალგაზრდობას და თუ კარგად დავაკვირდებით იმ სცენებს, იქაც ჩანს ვინ არის სპონტანურად მისული და ვინ კიდე მომზადებული, ხო? და მე გამოჩნდა მე ხო გამოჩნდა ხო ეს ყველაფერი რომ დააკავეს ის ოფისები ამ პარტიების ახალგაზრდულების ოფისები სავსე იყო არსენალი კი ბატონო კი ხო და ეს აღარ იქნება მორჩა ეს აღარ იქნება შესაბამისად ველი უნდა გათავისუფლდეს რა ეს ბუნებრივი პროცესი არის როდესაც ველი გათავისუფლდება იქ ბუნებრივად წარმოიშობა ადგილი სხვა ოპოზიციური ძალებისათვის და ეს ახალი ოპოზიციური ძალები ალბათ გაითვალისწინებენ წარსულის გამოცდილებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ღალატი და სიგიჟე, რასაც ქვია, და ქვეყნის დამაზიანებელი მოქმედებები, ხო? ევროსტრუქტურებს ჩვენ ხედავთ, რომ დერეფნებში დარბიან იმისათვის, რომ საქართველოს რამე ბენეფიტი არ მიიღოს ევროპისგან, ხო? ეს არ არის მხოლოდ ცდელობა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დააზიანოს. აქ ცდელობა გახსოვს ვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. კანდიდატის სტატუსს ხო ქართული ოცნება მარტო არ იღებდა, ქვეყანა იღებდა და დარბობდნენ დერეფანში, რომ ქართული ეს ეპოქა დასრულდება ჩემი აზრით და წამოვა ახალი ძალები და ეს არის ბუნებრივი პროცესი. ამას ხელოვნურად ადგილობრივ არჩევნებზე მოესწრება თუ არა, ალბათ არ მოესწრება. ესენი რას იზავენ, ეს ლიბერდებილები, ეს პარტიები. აბსოლუტური სიგიჟეა თუ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ თუ აბა მაშინ იქ რატო არ შემოვიდნენ? აი ხო ხვდები, რა სიგიჟეა? ანუ შენ იგივე ცესკო ყავს. შემოვიდნეზე მაქვს ერთი პასუხი, ჩემი მოსაზრება, შეიძლება ვწდები ამაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ფიქრობდნენ 20-20 წლის არჩევნების მსგავსად გამოჩნდებოდა ვინმე საერთაშორისო აქტორი, აგრეთ უგვიან, თუ აქ არ გამოვიდოდა იმ რევოლუციური პროცესების ბოლომდე მიყანა და ახალი შარლ-მიშელი გაჩნდებოდა, რომელიც რაღაცნაირად ამ თემას დაალაგებდა და ეგზიტი ექნებოდა პარლამენტში, ასე ვთქვათ, გამოსავლელი ამ სიტუაციიდან იქნებოდა პარლამენტში შესვლა.
ქართულ მოცემად არ მისცეს საშუალებას. ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება, ვინ შემოიტანა განცხადება შეწყვეტაზე შეუწყვეტეთ. კი ბატონო. ხო დაიყურე, ეხლა რომ მიიღო მონაწილეობა, რაღაცნაირად კი მესმის რომ შეიძლება გონიათ რომ მათი ამომრჩეველი ყველაფერს შეჭამს, რასაც გადაუგდეთ, მაგრამ უნდა ახსნა რომ შეკაიდება მიშვილო, CSGO იგივეა, წესები იგივეა, თავრობა იგივეა, პოლიცია იგივეა, მედია იგივეა ჩვენი. ქართული ხალხის მედია. იქ თუ არ შეხვედი, აქ რატო იღებ მონაწილეობას? აი ეს როგორ უნდა ახსნა? არ ვიცი როგორ ახსნიან სიმართლე გითხრა. კარგი. როგორ ახსნიან თავით აღმორჩენილს? შევხედავთ, შორს არ არის. ჩვენ უფრო მეც ვფიქრობ მათ ლოგიკაზე, ვიდრე თავად ისინი. ესეთია ჩვენი ხედვი, რომელსაც რაღაც ფიზიკა, მათემატიკა აქვს. წაკითხული. დიდი მადლობა, ბატასალია იყო ჩვენი გაცემა. თუმცა როგორც მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. დახევარო საათმა სწრაფად გაირბინა და ზაზა შატილიშვილი არის ჩვენი გაცემის მომდევნო სტუმარი, სულ ცოტა ხანში მოვძანდება. ზაზა შატილიშვილი ჩვენი გაცემის სტუმარი. ზაზა, ესე იგი, ჩვენ გუშინ საუბრობდით საღამოს და მინდა ეს ჩვენი გულახდილი საუბრები რამდენადაც შესაძლებელია და ფორმატი გვაძლევს ამის უფლებას გაუზიარო ქართულ ხალხს. ჩვენ სასწაულის მოწვენი ვართ, რა თქმა უნდა. და რასაც ადრე ჭირდებოდა საუკუნეები აწლეულები ეხდება 30 დღეში. შენ ის ლენინზე ოქტომბრის რევოლუციაზე ის ცნობილი 10 дней, которые потрясли мир, რუსულ თარგმანში ჯონ რიდის ცნობილი წიგნი 10 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო. აქ არის 30 დღე უკვე. სხვა შორის ჯონ რიდი დასაფლავებულია წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმის უკან. გასაგებია. აქ ყველაფერი გასაგებია უკვე. სად არის ამერიკის შეერთებული შტატების ქარდების საელჩოს ქარდების ოსტატი, რომელიც გასაგებია, ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია და ისე და შეყვარებული რომ ქარდებით აგონებს, ემესიჯება თავის სათფოს, აი ეს გაქრა მეგონი. მე აღარ იქნება, ხო? აი ამ უწყინარი კითხვით დავიწყო. ესე იგი, ამერიკის საელჩო საქართველოში აი ჩვენ ძირითადად ახლა მაინც მიმართავთ თავიდან ჩვენი ასაკის და ცოტა ჩვენზე უფრო მაყურებელს. ხო, ალბათ, მაგზა არა გვაქვს. ეს დაახლოებით რა არის, იცი? აი პერესტროიკა რო დაიწყო, პერესტროიკა ჯერ დაიწყო მოსკოვში. ხო, რა თქმა უნდა. და მერე 3 წლის მერე მოვიდა ზესტაფონში. ხო. აქედან გამომდინარე ამერიკის საელჩო თბილისში ეს არის როგორც 80 ზესტაფონი, მაგრამ როგორც ზესტაფონი. შენ ნუ რაც მე ვთქვი დასაწყისში. არა, მე ზესტაფონს არ ვაყენებ შეურაცხყოფას. პირიქით. ზესტაფონში გულისხმობ მთელ საქართველოს. ზესტაფონი საქართველოს გაიგივება სწორია და ხო, მაგას ვამბობ, იმიტომ რომ ზესტაფონო ხშორდები ეს არის სინამდვილეში აი როგორც ბილით პაროს აძინოკი. ანუ პაროს ამ შემთხვევაში არის გემი, მეტონ სინეკდოკე. ამ შემთხვევაში ზესტაფონი არის მთელი საქართველო. მე სხვა რამეს ვამბობ. მე ჯერ თქვი რომ და დამეთახმე რომ დროში აჩქარდა. ანუ არ ჭირდება იმდენად 80 წლებში ასეთი ტიპის მოვლენებს, როგორც ესეთი ტიპის მოვლენები ხდება ან ძალიან სწრაფად ან არ ხდება. ან თუ იწყება, მაშინ ეგრევე მთავრდება. კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, ოქტომბრის რევოლუცია, ფრანგული რევოლუცია კაცო. კი ბატონო. 1799 წლის 14 ივლისი გავიხსენოთ. ერთ დღეში მოხდა ყველაფერი. და არავინ არ იცის ეგ რევოლუციის როლი. საიდან დაიწყო? რევოლუციის როლი არ არის კიდე შეფასებული. რა თქმა უნდა. უბედურება თუ ბედნიერება მოიტანა. მე მგონი ჩვენ ეხა ცოტა ხნის წინ სხვაჩვენს ძალიან მომეწონა ამერიკის ახალ არჩეული თანამდებობის პირები და დანიშნული ქალბატონები, მაგალითად იუსტიციის მინისტრი, რომელიც გენერალური პროკურორია, პრესპიკერი, ახალგაზრდა გოგო დემონსტრატიულად ატარებენ ჯვარს. კი. დემონსტრატიულად. ანუ ყოველგვარი მიკი-მოკიბის გარეშე. ის ეპშტეინზე კითხეს, ეს ეპშტეინის სკანდალი ალბათ იცი შენ, რომ ეპშტეინის კუნძულზე და ძალიან მალე ეს ყველაფერი მასალები იხილავს დღის სინათლესო. ანუ იქ ტრამპი თავისი მანქანით მუშაობს. მე მინდა ერთი ადამიანის ტრაგედიაზე ვილაპარაკოთ. ეხლა უკვე ჩვენ ბევრი უარყოფითი სიტყვები დავხარჯეთ ზელენსკიზე, მაგრამ მე ხო, იმიტომ რომ ჩვენზე 100,000 ჯერ გაცილებით ძლევამოსილი მტერი ყავს, შეურაცხყოფილი ტრამპის შენ, ანუ ჯერ ტრამპი რა არის და მე შეურაცხყოფილი. ამ ადამიანის ტრაგედიაზე ვილაპარაკოთ.
რატომ მოხდა? აი მოდი ჩვენ ვინა ვართ, არა ვართ ხელოვანები, მაგრამ ვეცადოთ რომ რაღაც სხვანაირად დავინახოთ ეს ადამიანი. იცი რა არის მე პირდაპირ გეტყვა და ყოველ სამასო პირად საუბრებშიც საჯაროშიც რომ ეს არის აი აბსოლუტურად ეს არის დრამა მართლა პიროვნული, იმიტომ რომ ბერძნული დონის დრამა. განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისაგან ის არ ემზადებოდა პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ის აღმოჩნდა ამ სიტუაციაში სრულიად შემთხვევით. როდის მოაწერა კონტრაქტს ხელი ეს ფაქტთან? 18 წელს, 2018 წელს, როდესაც ის წამოაყენეს და მოხდა რის გამო მოხდა? ფილმის გამო. ფილმი, მაგრამ ფილმიც არის და ფილმიც კაცო ეხლა ის სლუგა ნაროდა სერიალი. ეს არის აი რომელი ადგილიც არ უნდა აიღო, აბსოლუტურად წინასწარმეტყველურია. ან წინასწარმეტყველური კი არ არის, ან დაიწერა და მერე განხორციელდა. აი რობერტ მუზელს თავის გენიალურ წიგნში, რომელსაც ჰქვია Der Mann ohne Eigenschaften, უთვისებო ადამიანი, ან უთვისებო კაცი, აქ ერთი გენიალური ფრაზა სხვა შორის. ნუ ბევრი არის გენიალური, მაგრამ ერთი არის ძალიან დასამახსოვრებელი. მსოფლიო ისტორია ჯერ იწერება და მერე ხდება. კი. ხო და რის თქმა მინდა რომ აი სლუგა ნაროდა რომ ნახოს ადამიანმა ეს არის ნუ ხანდახან დები ხოლმე ცალკეულ ფრაგმენტებს. და ნუ ძალიან აი როგორც ჯირინოვსკის წინასწარმეტყველებები დაახლოებით ეგეთი შტაბის ფინალი როგორ არის არ მახსოვს ეს ნანახი არ მაქვს. როგორ ამთავრებს საერთოდ? არა, ნუ ისე ფინალი ამას ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ მე მინდა ხო და რას გეუბნები და მოხდა გადათამაშება, აი ვიღაცას მოუვიდა თავში, არ ვიცი, ყოველთვის ეს კალამოისკის პროექტი, ნუ კალამოისკი აფინანსებდა ამ პროექტს, საერთოდ ეს მთელი ამათი კავენის გუნდი რომელიც ართული 24 კვარტალი. ჩვენ ვიცნობთ, ჩვენ კავენშიკები ამ ტიპებს ვიცნობთ, ანუ ჩემი მეგობრები, მე ავში ჩემი უფროსი თაობა ვარ, მაგრამ აი ზუიო და ესენი იცნობენ. შოზო ამ ზელენსკის ყველას ეს ამათ გამოდიოდნენ გამეზე მაშინ კი ხო და რას გეუბნები რომ ეს არის დრამა. ეს ადამიანი სრულიად შემთხვევით მოხდა ამ სიტუაციაში. ის რაც ეს არ აღმოჩნდა არანაირი თვისება. მოდი ესე ვთქვათ რა, აი მე რას გეტყოდით, იცი? ეხლა მაგალითად შესანიშნავმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა კოსტ ბონდარენკომ დაწერა წიგნი უკრაინულ ენაზე ჯოკერ. ესე ქვია жизнь ვლადიმირ ზელენსკავა. ინგლისურად და რუსულად დაიდო, უკაცრავად უკრაინულად დაიდო, ეხლა მალე ალბათ ინგლისურად და რუსულად იქნება. ხო და ნუ ხშირად უსმენ ხოლმე ამ არის ესეთი ცნობილი ალექსანდრ შელესტი, უკრაინელი ჟურნალისტი და მასთან საუბარს ხშირად უსმენ, ძალიან კომპეტენტური ადამიანი და არაჩვეულებრივად იცის ეს და ჩახედული და ნუ ეს უკრაინული პოლიტიკა არაჩვეულებრივად იცის. ხო და აი ამბობს ხოლმე ისიც რომ თავისთავად ესე რომ მოხდა საბედისწერო რაღაც მოხდა ხო ეს და მე უკვე ის აღმოჩნდა გარკვეულ მორევში თუ შეიძლება არა აქ უფრო მარტივად მინდა დავაყენო საკითხი ეს ძალიან მარტივია გარე ძალებმა რომელმაც განიზრახეს რაც გინდა ის დაუძახე განიძახეს გლობალისტური მე დაახლოებით წარმომიდგენია როგორ მოხდა მისი სედუქციონი აი ცდუნება როგორ მოხდა მე დაახლოებით წარმომიდგენია მას 2018 წელს უწყეს შემდეგი რაღაცა შენ მოხვალ აი ამ პროგრამით რომ არა კონფრონტაცია არამედ დაახლოება რუსეთთან მშვიდობა ამითი მოხვალ მოატყუებ თან ილაპარაკებ რუსულად მოსახლეობის ყველას ეს მოატყუებ მათ ხო არა მოატყუებზე არა და რაღაცა ამას შენ გააკეთებ 2 წელი იქნები და მე წახვალ კაცო. ახლა და უყურე რა მოხდა საქმეს რომ მიდგა და რაღაცა მომენტში უცებ გახდა საჭირო, მოდი ესე ვთქვა. უეცრად ეხლა ვამბობ გარეგნულად უეცრად, თორე ნუ რაღაც აი global war parties რასაც ვეძახით ამ deep states, იმას მაშინ გადაწყვეტილი ქონდა რა ხდებოდა, რას გააკეთებდნენ. მაგრამ მან არ იცოდა ეს. მურია. ეხლა მე შემიძლია დავაყენო ჩვენ ერთ საერთო მეგობარს კოლეგას გადაცემას მიყვარდა ერთ პერიოდი და ეს გარკვეული დავალებით იყო წასული 2020 წელს უკრაინაში. რამდენი დაახლოებით 2 თვე გაატარა იქ და
ძალიან ბევრი ურთიერთობა ჰქონდა ჟურნალისტებთან, უკრაინ პოლიტიკოსებთან და ასე შემდეგ. მას უთხრეს შემდეგი რამე, რომ ზელენსკის მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ. თავიდან ის მისდევდა თითქმის მთელი წელი მისდევდა მეტნაკლებად ამ თავის დღის წესრიგს. მაგრამ როდესაც კიევში გამოვიდა 10,000-ობით, არ ვიცი, შეიძლება 100,000 იყოს ზუსტად თავს ვერ დავდო, რომ უშველებელი მარში სვასტიკებით და ბანდერას იმითი და აი ეს ფაშისტების მარში რომ გაიმართა, შეეშინა რომ მასაც ზელენსკი მიხვდა რომ ამ მაშინდელი ამერიკული establishment-ის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა და შეეშინდა უფრო მეტად ამ თავისი ნაციონალისტების ვინმე პუტინის და ვიდრე საკუთარი ხალხის რისხვის რომ და იცოდა რაც მოხდება. მან უყურე რა არის ეს იყო მისი ასე ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, ეს იყო მისი ხალხის პასიონარული ნაწილი. ამათი შეეშინა რომელიც რა თქმა უნდა შეფითილებული იყო და არაფერი მაგრამ უყურე ჩვენ ხომ ვიცით რომ რუსეთთან ომი არის არა მე გეუბნები რაც ესე იგი რაც ახლა მეყნობი გარკვეულ წყაროებს რომელთაც ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს თან ცხოვრების ჩვენ ხო ვიცით რომ რუსეთთან ომი ისეთ ქვეყნებისთვის უკრაინა როგორც უკრაინა არის დამღუპელი ვერ მოიგებს ამას ის რომ უკრაინა იყო განწერული ეს ჩემთვის იყო თავიდანვე გასაგები როგორ მოხდა სხვანაირად მე უბრალოდ მგონია რომ დასავლეთს მაშინდელ დასავლეთს ქონდა ესე წარმოდგენა ეს რომ რუსეთი აიღებს კიევს რამდენიმე დღეში ამის შემდეგ ჩვენ ვადებთ სანქციებს ვახრჩობთ ეკონომიკურად ვიწვევთ რუსეთის ეკონომიკა რომელიც ისედაც სუსტია ჩავარდება კოლაფში ხალხი გამოვა პუტინს ჩამოაგდებს არ გამოვიდა არა მე ეს იყო გეგმა ეხლა ბევრი არ მალავს მე მესმის ეს უყურე რა მინდა ისე მომო შეიძლება ეს მიზანი თავისთავად არის მოდი ჩვენ ამოვიდეთ იმ წელს მაგრამ იყო არის ხადი არ არის ზელენსკი აქედან ამოვიდა არ არის აბსოლუტურად რა თქმა უნდა პრაგმატულია და ბიზნესიც ყოლა თავის ეხლა არის შეურაცხადი კაცო ეხლა მათზე უნდათ მოდი ესე ვთქვათ რა ზელენსკი უნდა გამოიყენონ განტევების ვაცად არ გამოვა ეგ არ მიცემს თვითონ ზელენსკი მე მგონი ამის უფლებას მე მგონი დაიწყებს რაღაცა უკვე ლაპარაკობს იმაზე რომ ნახევარი ფული არ მიმიღიაო და ასე შემდეგ რა მაგრამ სხვა რამეს ვამბობ ეხლა ის ვაბანკ მიდის ეხლა ის ამძაფრებს ესკალაციაზე მიდის ტრამპთან რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება დაიძაბოს შალო პირდაპირ თქვათ რომ თან არის დასავლეთში გარკვეული ძალები რომელსაც მას როგორც უკაცრავად უფითილებენ ხო პირდაპირ შეიძლება ითქვას ახლა დასამალი აქ არაფერი არის ყველა ბევრი ამბობს ამას როგორც დასავლეთში ისე არადასავლეთში კერძოდ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ბრიტანეთის სპეცსამსახურს ყოველთვის ესეთი მეთოდი ჰქონდა 400 ხელით 400 წელი ბრიტანეთი მეც სხვას არაფერს არ აკეთებს ხო არა თვითონ არ ჯარი ყავს არც არაფერი თან ეს არის უნიკალური ქვეყანა სადაც ყველა ცნობილი ადამიანი წერლიდან დაკავშირებულია ყველა არის agents ყველა არის და განსხვავებით ფრანგებისაგან ან თუნდაც რუსებისაგან და ჩვენზე ლაპარაკი არის ეს არათუ არ უტყდებათ მიჩნეულია რომ ეს არის ყველაზე პრესტიჟული დანიელ დეფოდან დაწყებული ჩემი საყვარელი გრემ გრინით გენიალური ქრისტიანი კათოლიკე მწერალი დამთავრებული ყველანი იყვნენ აგენტები ხო და ღმერთმა შეარგოს კაცო აქ სხვა რაღაცა ტრამპს ვერ მოერევიან უბრალოდ გადაულის ტანკივით მაგრამ ტრამპს ვერ მოერევიან არც არის მათი მიზანი დღეს არის არა მორევა არამედ არევა უკაცრავად კალამბურიც არევა იოლია მე უყურე რას მოვობ ჩვენ გამოდივართ იმ თეზისიდან რომ ეს გიჟი არ არის ხო და რას იღებს ეს არის დრამატული ადამიანი რომელმაც უკვე იცის ყველაფერი რა თქმა უნდა სახეზე ეთყობა მან უკვე დიდი ხანია ყველაფერი იცის მეცაც გეტყვი ის ამ ყველაფერს მიხვდა როცა არ მისეს იარაღი როცა იყო 23-ში იარაღზეც არ არის არა არ მისეს იარაღს რო თავი დაანებო მანდ ჯერთი მართლა სერიოზული კორუფცია ყველაფერი და რაღაცა მაგრამ ეხლა კორუფცია სად არ არის რა თქმა უნდა შეერთებული შტატები და სად არ არის ყველგან არის კორუფცია ალბათ ჩინეთის გარდა სადაც ამოხორეთენ პირდაპირ ხო მაგრამ ეხლა უყურე ის თქვა მინდა მე საკმაოდ როგორ გითხრა მუდმივად თვალს ვადევნებ ომის მიმდინარეობას პირველივე დღიდან დაწყებული და მეტნაკლებად სულ კითხულობ ორივე მხარეს მესამე მხარესაც ყველა მხარეს კითხულობ ვოენკორები ასე შემდეგ ანალიტიკოსები შემიძლია გითხრა რაღაცა როდესაც 2024 წლის 23 წლის
კონტრნასტუპი. მაგას დამთავრდა 2023 წლის. ხო. ზღუდე რო ვერ გააღია. სამთვიანი კონტრნასტუპი. სიროვიკინის კედელი რო ვერ გააღია. რეალურად რო დამთავრდა კრახით. ხო, აი მან არ მისცეს იარაღი მაშინ. არა, მაგ ეგ არ იყო მთავარი. არა, ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო. მთავარი იყო ის, რომ არასწორად იყო დაგეგმილი. ნატოს გენერლების და ეს იყო მათი არაკომპეტენტურობის გამო. ხო, საბჭოთა სკოლასთან წააგეს კი და ამათ ეხლა უნდათ რომ ხელი შეაწმიდნენ უკრაინელებს, რომლებიც არიან არაჩვეულებრივი მებრძოლები. რა თქმა უნდა. რუსი და უკრაინელი ამ აზრით ერთი და იგივეა. ბევრი სხვა აზრითაც. არავის არ შეუძლია რუსებს არა 3 წელი რომელი ევროპული ქვეყანა ყველმთელი ევროპა და ამერიკა ვინ შეებრძოლებოდა რუსებს ესე. ვერც ერთი. უზარმაზარი ჩვენი ქვეყნის ზომით და მასშტაბით ტერიტორია კურსში დაპყრობილი იმას სამი საქართველოა. ჩვენი ტერიტორია არა ეგრე არ არის. ჩვენი ორი საქართველო ნამდვილად არის. არა, ჩვენთვის ბევრია რა. ხო და ყურს არ იბერტყავს. ოკუპირებული საქართველო. რუსეთი ყურს არ იბერტყავს. იქაც ომი მიდის, აქაც ომი მიდის. მოსკოვში გრიალებენ, კიევში გრიალებენ, ლვოვში როგორ გრიალებენ? ხალხი ეწერება და ეწერება, ანუ რუსეთს არ ჭირდება მობილიზაცია. ხო, ფულს უხდიან და მოდიან, კი ბატონო. არა მარტო ფულს კი უხდიან, მაგრამ თან რა არის, იცი? მარი გარკვეული მამაშვილები და ესენი ხო, დინასტიურად არის. მიდიან ამაში. ხო და მე სხვა რამეს მოგყურე. ეხლა რაც მოხდა, ეს არის თვალნათელი მაგალითი იმისა, აი ამ ადამიანის ტრაგედია, ამ აბსოლუტურად ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ხო, რომელიც არისო მახულგონიერი არისო ნუ გიჟი არისო რა. არა კაცო, ამ ადამიანის ძალიან კარგი მსახიობი, მშვენიერი პროექტები აი შოუ ბიზნესმენი რა მოდი სვატი უამრავი მეგობარი აქეთ იქით ტრავს არ ვეთახმები საშუალო დონის ის არა საშუალოზე ბევრად მაღალი შესანიშნავი მსახიობი ძალიან კარგი პროდიუსერი იდეების ავტორი აი სვატი რო არის რუსულ პროექტი უამრავი მეგობარი აქეთ და იქით კი აი ფეოდორ დაბრანდრავოვი ერთ-ერთი შესანიშნავი მისი უახლოესი მეგობარია ზიოდან დაწყებული ხო ერთი მეზეში არ ვიცნობ. არა, მე შენ კომენტთან კავშირი გაქვს და ჩემზე პატარა არის. მე სხვა რამეს მოვყურე, მინდა დავასრულო აზრი. არა, მე კომენტთან კავშირი მაქვს როგორც ინდივიდუალური კავშირი. შენ ხო სოლო შესრულება. მე ამის თქმა მინდა რომ უყურე რა დაემართა ამ ადამიანს, ეს არის ბერძნული ტრაგედიის ტოლფასი, როგორ მოკლეს. მოდი ესე გავაკეთოთ რა. არის ორი დონე, არის მაკროდონე, არის მიკროდონე. მიკროდონეზე ეს იყო შემთხვევითობა, მაკროდონეზე იყო როლი. ბედისწერა. იყო როლი, რომელიც ვიღაცას უნდა შეესრულებინა. ის რომ ზელენსკი ამ სიტუაციაში მოხვდა, ეს არის შემთხვევითობა, მაგრამ როლი გაწერილი იყო. ამის თქმა მინდა. როგორ წავიდა მაშინ? აი საღაზო ყოფილი. ამაზე როგორ წავიდა? მე ეს წარმომიდგენია. შეეშინდა? არა. შეეშინდა დასავლელი ბენდერები? არა, ხო, აი თავიდან როგორ რატო დაწახდა პრეზიდენტი? მე ხო ხდებოდა რომ კანდიდატობას არ იცოდა რომ მიაგდებდნენ. ეს ხო ტრადიცია დასავლეთის გამოყენება და მიგდება. ესეთ მაგალითს მოგვიყვან. წარმოიდგინე ვართ ბუდისტები. ხო. და კარმის პრინციპი. რაში მდგომარეობს კარმის პრინციპი? კარმის პრინციპი არის შემდეგი რაღაცა, რომ ესე იგი რეინკარნაციები ყოველ შემდეგ რეინკარნაციას განსაზღვროს წინა, მაგრამ კლასიკური ბუდიზმის თანახმად არის ესეთი თეზისი, რომ პირველი ნაბიჯი თავისუფლებაში უნდა გადაიდგას. ანუ ურეპოსტულირებულია, რომ არის პირველი ნაბიჯი და ეს პირველი ნაბიჯი არის თავისუფალი ნაბიჯი. შემდეგ უკვე აღარ. აი მისი თავისუფალი ნაბიჯი იყო, როდესაც აი არჩევანის თავისუფლება მას ათქონდა, როცა მას შესთავაზეს პრეზიდენტობის კანდიდატობა, აი ჰქონდა თავისუფლება. მე აღარ. მე უკვე აღარ. მე უკვე წავიდა как როგორ არის პანაკლონე, вот. გავიგე, მაგრამ ამ უკრაინულის გამო რუსული მოვიწყდება. უკრაინული ისწავლე უკვე. უკრაინული შემოგესწავლა. ხო, ნუ არ ვიცი, საქართველოს რაც შეეხება, მე შესწავლა დაუში ერთი ამბავი ატახეს ლიბერდებილებმა, რომ უკრაინის წაგება არის ჩვენი გამარჯვება, მე არ მინდოდა ესე მithქვა,
კიდე ერთხელ გამარტავ რომ მე ზელენსკის წაგებას გულისხმობ ზელენსკის წაგება რა თქმა უნდა საქართველოს ამ კურსის რაც ჩვენ გვაქვს ნუ ხო მე ესე ვიტყოდი რომ ესე ვარ მაინც უფრო ფრთხილად რო თქვა კაცმა მე ესე ვიტყოდი რომ ეს არის მაგალითი ხო მაგრამ ხო მართალია ეს არის მაგალითი თქვა ფრთხილად ხო და შეგეცოდოს ეგ ხალხი ეს ქვეყანა და ქრისტიანული პოზიციიდან რაც ხდება ქრისტიანული პოზიციიდან ესე იგი მე პირველ მე მახსოვს შენ ძიმა ბიკოვის და ჩემი მოსაზრება დაემთხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმან არესტოვიჩი თან თქვა მე შენთან ვთქვი ძიმა ბიკოვს კარგად ვიცნობ ძიმა ბიკოვს მასპინძლობდი ერთად ხო სხვათა შორის ძიმა ბიკოვი ანტიპუტინისტი არის ამიტომ აგენტია ექსტრემისტია და ის არის შენთან არის სახში ნამყოფი შენთან ხო და რას გეუბნები რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩვენ ის შევადარეთ რობერტო როსელინის გენიალური ფილმის პერსონაჟ გენერალ დელაროვერის სადაც ხდება საოცარი რაღაცა გენიალური ფილმია ერთ-ერთი შედევრი რობერტო როსელინის სადაც იტალიელი ფაშისტები იყენებენ ერთ თავის შპიკ აგენტს შეაგდებენ ციხეში რომ ვითომ ეს არის გენერალი დელაროვერი რომ საჭიროა ინფორმაციის წამოღება ეს შედის თავი მართლა გუნდა ბოლოს დახრეტენ როგორც გენერალ დელაროვერის ესე მთავრდება ეს გენიალური ფილმი და მე და ბიკოვმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევადარეთ გენერალ დელაროვერის უკვე აი მე ხარ გულისხმობ შპიკი და რაღაც არამედ ადამიანური შემთხვევით რაღაც მაგრამ რომელიც უნდა მოიტყოს მაგრამ იმდენად შედის რომ ჩინო საკუთარ თავს არ უკვე რაღაცა მომენტში ის მართლა იყო გენერალ დელაროვერი მე ახლა ეს სიუჟეტი არ არის მაინდამაინც როსელინის ბევრია ისეთი სხვა შორის ეს კლასიკაც არის როცა სპეცსამსახური აგზავნის ჩემ შემდეგ ახლა ბანდაში იცი ეგ გახაინდრავა იქნება რომელიც არის სპეციალისტი კინემატოგრაფიის თვითონ არის შესანიშნავი ბანდაში რო აგზავნის ის იტყვის ზუსტად მე არ მახსოვს ახლა ფილმი არა ზოგადად რასო რამდენად მე ის ეყრდნობა რაღაც ნამდვილ რეალიას ხო და უყურე როგორ არის მაგრამ ყოველთვის ფილმი არის ეს და ფილმი არის გენიალური ბანდაში ფილმი ბანდაში როცა მილიცია, პოლიცია აგზავნის ნონობელის სიუჟეტია კი. იმას იმდენად მოსწონს იქ, ანუ პოლიციაში ჩაგრავდნენ სულ დაუშვათ წესები ცხოვრობდა და იმდენად გაბანდიტდება. ხო, დონი ბრასკოს მაგალითია. ხო, იქ მოსწონს რა ის ბანდიტები რა და დაახლოებით ეგ არის. არა, ნუ ეხლა კლასიკური სიუჟეტი ეს არის, ნუ ცოტა სხვა ამბავია, მაგრამ არის ეგ მომენტი რომ მარტინ ფიერო ეს არის არგენტინელი ხალხის აი ეპოსი როგორც ჩვენი არსენ და ყაჩაღი სიუჟეტი რაში მდგომარეობს ეს არის აი ბორხესი ამბობს რომ აი ეს არის სული და გული რა არგენტინელი კარაბინერები მისდევენ ყაჩაღს და ერთ-ერთ ისე აი მე ვიტყვი რას გავს ისე მოეწონება ეს ყაჩაღი რომ მის მხარეზე გადადის და ერთად იღუპებიან ხო, ნუ რაღაც აუზა კეთილაურის არა, მოსულა ლათინურ ამერიკაში ეგეთები ხო არის, კი, ამიტომ არგენტინული ხასიათი და ქართული ბორხეს აქ ეგეთი სტატია პატარა, რა არის არგენტინული ხასიათი. ხო. აი, ჰეგელი ამბობს რომ სახელმწიფო არგენტინელს ეცინებენ რომ სახელმწიფოს ქურდობა არგენტინელისთვის არ არის არანაირი ქურდობა, იმიტომ რომ მას ყველაფერი მხოლოდ პირადში წარმოუდგენიაო. ხო და ეს მილეი ხო არის აი სიუჟეტი მოიყვანა რომ ამერიკელებს აქვთ ჰოლივუდში ეგეთ სიუჟეტიო რომ პოლიციელსო მაშინ და უნდა არგენტინელისთვისო ესეთი ადამიანიო რომელიც მეგობრებს გაყიდისო. ხო. არის ნამდვილი ატეავლენ და ნიგაძე რუსულმა საკითხული. ხო და აქედან გამომდინარე ამერიკელებმა არ იციან არგენტინული ხასიათიო რა. ამერიკელებმა უკვე დაუგროვდა თქვენ გონი რაცა ეს. დიდი მადლობა ზაზა. კი ბატონო. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ახლა უნდა რა თქმა უნდა გავადრო და ამ ტრაგედიაზე ამ ადამიანის ამ ქვეყნის ტრაგედიაზე ბევრი რამ დაიწერება, რომანები და გადაიდგმება. ეს მართლაც თავისი ეს არის დრამა. ეს არის მართლაც ძველ ბერძნული დრამა. აი ასეთი ოღონდ აი ნათლად გამოხატული. რა არის დრამა? დრამა არის, როდესაც შენ ფაბულა ძალიან კაფიო გაქვს, ეს ფაბულა აუცილებლად ტრაგედიით სრულდება, არის განვითარებადი, არის დინამიკა და ეხება საზრისებს. და ესეთი არის სწორედ ეს
ისტორია, რაც ამ საწყალ ქვეყანას გადახდა, იმედია. ნაკლები დანაკარგეთ გამოვა, გოგა ხაინდრავა რამდენიმე წუთში შემოვა ჩვენთან სტუდიაში. გოგა ხაინდრავა მოვიდა, ჩვენ საუბრობდით იმ სასწაულზე, რომლის მსვლელობაც პლანეტაზე ისმის ეს მსვლელობა. ხო, არ ვიცი, გოგა ხაინდრავა არასდროს არ გამოირჩეოდა არა პირდაპირ საუბრით, მაგრამ რასაც ტრამპი ახლა აკეთებს და ტრამპის გარემოცა, გოგა ხაინდრავას საუბრამდე უკრია ჯერ გოგა ხაინდრავას იქამდე ასეთი სიმძაფრი და სიტამა. არც მაგის პრეტენზია. დაიწყო შენი აზრი საინტერესოა. მე რა მინდა გითხრა, იცი? ხო არის ხოლმე 100 დღით ისაზღვრება ხოლმე პრეზიდენტი 100 დღე. 100 დღე, პირველი 100 დღე, კი ბატონო. 20 ერთი თვე გავიდა. და თავდაყირა დგას სოფლიო. თავდაყირა. სრული ამ პირდაპირი მნიშვნელობით. თავარი რაც მოხდა ჩემთვის რა. ხო. ეს არის რომ დაინგრა ამ სიცრუის ევროატლანტიკური კედელი. აი როგორც ბერლინის კედელი ჩამოანგრიეს თავის ბულდოზერმა ტრამპმა გაარღვია. აი ზუსტად ესე დაინგრა ეს სიცრუის კედელი. აი აბსოლუტურად დაინგრა და აი მთელი ეს აწლეულები რა რომ ვისმენდით ამ ფარისევლობას სიცრუეს განსაკუთრებით ჩვენ განვიცადეთ ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში. უსამართლობა. ეს ამის შედეგი იყო მინდა გითხრა წარმოუდგენელი რამე. ვინმეს რო ეთქვა რომ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელს, ამ კეზერას შნირს რა, კეზერას ფულით გაზულუქებულ ვილსონს, ამას თავი გავანებოთ. რა მნიშვნელობა ვილსონი რას წარმოადგენს, ყველამ კარგად ვიცით უკვე. კეზერას ფულით როკაც. ეხლა მაგრამ ეგ არის ოფიციალურად ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოში. აბა და დღეს 47 ქვეყნის თანდასწრებით საქართველოს დელეგაციის წევრებმა მიწასთან გაასწორეს. აი სამარცხვინო ბოძზე გააკრეს რა და მთელი 47 ქვეყანა უსვენდა პირდაღებული 70 კაცი გამოვიდა და არც ერთმა არ დაუჭირა მხარი ვილსონს. არც ერთმა არ გაიმეორა ის სამარცხვინო სპიჩი რაც აი ხო გეუბნები აი ცენტებზე გაყიდულმა კაცმა იკადრა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო. აქამდე ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი, მექთამე, იქ პედოფილი, ვინც გინდა ყოფილიყო, ვინ გაუბედავდა, შალვა, იმის თქმას, რაც მახაშვილმა, აი ამ გოგომ ბაია ბითაძემ და აი ამ სასახელო ქართველმა სამხარა რაც ამათმა გაუბედეს. უბრალოდ მოისმინე, კიდე ერთ გაუშვი სპეციალურად რა უქნეს რა. ეს არის წარმოუდგენელი ეს ნიშნავს რომ ეს სიცრუე, ეს ფლიდები, ეს ცილისწამებლები, ეს გაყიდული კორუფციონერები, გარყვნილი და გადაგვარებული მსოფლიო ეს ევროატლანტიკური ბიუროკრატიული მსოფლიო დამთავრდა. და ამის მაგალითი დღეს აჩვენეს ქართველებმა. და ეხლა როგორ შეიძლება რომ ამის შემყური ადამიანი არ იყო ამაყი, რომ აი აქ დავიბადე, ამ დროს დავიბადე. რამდენი უბედურება გავიარეთ. შალვა გაიხსენე რა 90 წლებიდან მოყოლებული, აბა ერთმანეთთან დაპირისპირებას და ამას ცდილობენ. ყველაფერს აკეთებენ ეს მაკეინის ინსტიტუტი, ეს ბოროტების ბუდე. და ამ ბოროტების ბუდეს მსახური ეს პარიზელი ქაჯუნა ესა რა. უაზროქალი. ეს ქაჯი პარიზელი მსახური ბოროტების წარმოიდგინე რა ფულით ცხოვრობს ხო მაკეინის ინსტიტუტით ფულით ცხოვრობს სოროსის პონჩი ოფიცია ინსტიტუტით რომელიც პირდაპირ ქადაგებს საქართველოში სისხლის ღვრას ლორა ტონტონი არის ქართველთ მოძულე ყოველთვის ეგეთი იყო და დღეს ის მართავს ამ ქალს რომელმაც დღეს განაცხადა რომ მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ეხლა ის დაამატა იმიტომ რომ პარიზი მაინც პარიზელი ქაჯუნაა მაგრამ რეზიდენტი ერთადერთი ლეგიტიმური რეზიდენტი დღეს რომელიც ღია და დაუფარავად იღებს ფულს იმაში რომ ეს ქვეყანა ცეცხლში და უბედურებაში ჩააგდოს არის სალომე ზურაბიშვილი და ამის არც თქმა არც ასე ვთქვათ ამაზე ლაპარაკი, არც მაკეინის ინსტიტუტი რას წარმოადგენს იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი, არც ვილსონი რას წარმოადგენს იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი და არც საერთოდ მსოფლიოში რა ხდება იმაზე ლაპარაკი დღეს დაშვებულია და ეს ქნა ტრამპმა ერთ თვეში. შენ წარმოვიდგინე რომ
მან როცა მე უყურებდი იმ მის ასე ვთქვათ, სადაც მასზე ტერაქტის მცდელობა იყო და ეს ნათლად ჩანდა თავი მოატრიალდა იმის მერე თვითონ იძახის და მე ამის ღრმად ვჯერა რომ მეო მისიით ვარ რომ მოვლენილიო. აბა მოდიდან ნუ დაიჯერე. მინდა გითხრათ ეგ ჩანს კიდევაც იმიტომ რომ სიღრმე იმ გავერანების, განადგურების, გაუბედურების ამის სიმბოლო იყო ბაიდენი. არარაობა აბსოლუტური სირცხვილი ამერიკის რომელიც სამუდამოდ ამერიკის სირცხვილად ჩაიწერება იმიტომ რომ ეს იყო კაცი რომელმაც ამერიკას კი არ მართავდა საკუთარ თავს ვერ მართა რა ერქვა არ ახსოვდა ცოლი ვინ იყო არ ახსოვდა და შენ წარმოვიდგინე აბა ვინ მართავდა ამერიკას ვინ აკეთებდა იმ სიბოროტეს რა სიბოროტელმაც დაახჩო მსოფლიო ხო და რა აღმოჩნდა რომ ეს USAID ეს ნედი და ეს ბორო ეს არ მოიდგინე რა ეს რა დაწესებულებები იყო რა ფული იხარჯებოდა დღეს განაცხადა თეთრი სახლის პრესპიკერმა რომ 240 მილიონი დოლარი იყო დახარჯული ტრანსგენდერი ცხოველების ოპერაციებში ვირთხების თაგვების ტრანსგენდერი წარმოვიდგინე, სადამდე იყვნენ. ფულს რა შეხარჯა წარმოგიდგენია. იმაში რა ქვია, გაზა სექტორში 50 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი პრეზერვატივების შესახსხიდად, რა. ნუ ეხლა ეს ჩვენ რო ამას ვლაპარაკობთ, ეს როგორ არის, იცი რომ მოგხვდება და გავა იქიდან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას გაიაზრებს, რომ რასთანა გვაქვს საქმე, ხო? კორუფცია ეს ილონ მასკი ტრილიონამდე არის ლაპარაკი. წარმოვიდგინე ადამიანს ვინც ტიტანიკზე არის ნამყოფი იმას აძლევდნენ დღემდე იმას რა ქვია ტიტანიკზე 300 წლის ადამიანიც იყო მან 300 წლის ადამიანი 25000 ადამიანი არის უკვე აღმორჩენილი 150 წლის ზემოთ ვინც ღებულობდა თვეში საკმაოდ სახელმწიფო იმას შენ გესმის რასთან ტრილიონამდეა ლაპარაკი უკვე ამ მექთამეების ამ გარყვნილი აი ვილსონების შახინების რიშების აი ეს უბედურება რომელიც აღჩობდა და ამერიკაში რევოლუცია დღეს პირდაპირ ღიათ ამაზე ყველა ლაპარაკობს აგერ ლისტრასი გამოვიდა ხო ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დღეს და თქვა რომ ჩვენო ბრიტანეთში ამერიკული რევოლუცია გჭირდებაო რო ეს ბრიტანული deep state-ი მოუსპოთო, იმიტომ რომ ბრიტანული deep state-ზეა. ხო, პირდაპირ თქვა ყოფილი პრემიერ-მინისტრია, კაცო, ეხლა აი იმის წინა, სუნაკის წინა ის იყო, რა ქვია, პრემიერ. შენ გესმის რა ხდება? ჩამოიშალა ეს სიბოროტე, ეს გარყვნილება. ევროს კავშირზეც გვითხრა. არა, ევროს კავშირი აღარ არსებობს. მე გასწა მაკრონ მართლა. არა, ევროს კავშირი დამთავრდა. ტრამპთან დაიწყეს ვითომ ომი. დამთავრდა ევროს კავშირი, იმიტომ რომ შეხედე, აბა იქ რა ხდება. პარიზში 2 დღე იკრიბებოდნენ. ერთი პატარა ფურცელი არ გამოვიდა იქ. ორჯერ შეიკრიბა. ერთი პრესკონფერენცია არის. იმ ბაციკუკუმ რა, თვითონ რო არის ეს სოლი კაცი ყავს თუ ხალი ყავს რა, როგორც აღმოჩნდა ეხლა. მე არ ვიცი ეხლა ეგ ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეს ფრანგების საქმეა და მე ეს ქვეყანა მე ამ მამაჩემმა ფრანგული უნივერსიტეტი დაამთავრა. პარიზში მიდიოდა სასწავლებლად სორბონაში და ომი დაიწყო და გემი დააბრუნეს. ფრანგული მისთვის იყო ერთ-ერთი, აი, როგორც მშობლიური ენა ისე იცოდა ფრანგული და ფრანგულ კულტურაზე გაზრდილი იყო, მაგრამ საფრანგეთის ისტორია იცოდა, გონი ბევრმა ფრანგმა არ იცის, ისე იცოდა რა. და მე ამ კულტურასთან ერთად გაზრდილი ვარ, ძუმა იყო ჩემი ბავშვობის თელი თუ რამე იყო ჩემთვის, ხო, მუშკეტერები და ეს მთელი ხო და ეს საფრანგეთი ჩემთვის და ყველაზე მეჯერ საფრანგეთში ვარ ნამყოფი პირველი ქვეყანა სადაც წავედი საერთოდ იმიტომ რომ სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა იმაში არ მიშვებდნენ ბულგარეთში პოლიტპატიმრის შვილი ვიყავი იმაში გადასახლებაში დაბადებული ამიტომ ჩემთვის საფრანგეთი ძალიან ძვირფასი ქვეყანაა მისი კულტურა მისი ნუ აი რა საფრანგეთი ხო წარმოგიდგენი არაზე ლაპარაკობ ეს ბოროტ მოქმედეს ბაცი კუკუ ესა წარმოიდგინე რა სამი მთავრობა ჩამოეშალა თავზე და დღევანდელი მინისტრი თავდაცვის საფრანგეთის იძახის რომ ჩვენო ჯარი უნდა გაუშვათო უკრაინაშიო და გრენლანდიაშიო. ხო და ეგ როგორ ხდება? ესე იგი აქეთ პუტინსთან ომობს და იქით ტრამპთან. გესმის შიზოფრენიის დონე. სად არიან საერთოდ და ამ ბაკრონმა გამოაცხადა რომ გარანტია მსოფლიო მშვიდობის მე ვარო. ხო, ნუ ეგ ხაზე ხარ სად არიან? უჭირს და მაგას ვიძახი სად არიან? შოლცი აღარ იქნება ხვალ. ხო, არა, ნუ ეგ ნათი, მაგრამ მე რას გეუბნები რომ სახე შეხედე რა. ის გამოვიდა ახალი ნატოს ხელმძღვანელი რო არის ეს ჰოლანდიელი გამოვიდა და
ისაო რა ქვია, ზელენსკი არისო, ისე იგივე არისო, რაცო მეორე მსოფლიოს დროს იყო ჩერჩილიო. წარმოგიდგენი ამ ბოროტ მასხარაზე, რომელმაც მუსრი გააავლო ქვეყანა, ეს არ არის მისი ქვეყანა. მაგაშია უბედურება, რომ როგორც სააკაშვილისთვის საქართველო არ არის სამშობლო, სამადაშვილისთვის, ხაზარაძესთვის. ესმის აი ამ გირჩი, შარვალ ჩახტილი, კიკო აშაძე, ეს ხომ მათთვის ასპარეზია. სალომე ზურაბიშვილისთვის. არც საქართველო და არც საფრანგეთი მაგათი სამშობლო არ არის. არც იმათთვის არ არის ეს სამშობლო. ეს არის ასპარეზი საკუთარი ვნებების დაკმაყოფილების, აი პიროვნული ვნებების. თორე აი იმის შემყურე რაც სოფლიოში ხდება, ხო? ეხლა მე და შენ თუ გვესმის, რომ როგორი ძრები, მე არ ვიცი როგორი რა დავარქვა ამას, რა ტევტონური ძრებია რა მსოფლიო, თავდაყირა დადგა. არა ეს ძრაც კი ვერ გამოხატავს იმას. ეს არის ეთყობა ძალიან ბევრ რამეს საფუძვლად ეკონომიკას უდევს და ეთყობა არა მარტო ლოგიკას. არა მარტო პიროვნულმა გადაგვარებამ, დეგრადაციამ და დეკადანსმა, არამედ უბრალოდ რესურსით შეიჭამა ამათმა შეჭამა. არა, ამდენი ამდენი შეჭმული ფული. ხო და მაგას გეუბნები. ამერიკის ეკონომიკას კი ვერ გაუძლო. ამხელა ტრილიონამდე კორუფცია რო იქნება, ტრილიონამდე ტრილიონ მას კი ლაპარაკობს ტრილიონზე. და ეს მხოლოდ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ხო? ჩაიხო გეუბნები 250 მილიონი რო იმაში იქნება გადახდილი ცხოველების იმაში რა ქვია ტრანს რაღაცა იმობედო შენ ხო წარმოგიდგენი 50 მილიონი რომ გაზა სექტორში პრეზერვატივებში ეს ხო სულ ყველაფერი თაღლითობაა სულ ყველაფერი თაღლითობაა ხო საქართველოში 51 მილიონი არის დახარჯული მხოლოდ არჩევნების წინ მხოლოდ იმისთვის რომ აი ეს რაში იმისთვის როგორ რაში ანუ უყურე არა მე ამას ვამბობდი რევოლუციონერობა არის პროფესია მართლა გარდა იმისა რომ შენ რაღაც იდეები უნდა გქონდეს და ასე პროფესია ისეთი დამპალი იყო ეს deep state ისეთი გარყვნილი ამ კორუფციით რომ ვერც მიხვდნენ რომ ამათვის არამც თუ 1 20 40 50 მილიონის 1 ცენტის მიცემაც არ შეიძლება. Deep state არ იყო გარყვნილი. გარყვნილი იყო შემსრულებლები, ადგილობრივი. და deep state ვერ ხედავდა რომ არა, რო ვერ ხედავდა რომ არაფრის თავი არაა. არა, რო ხედავდა, იმიტომაც დაემართა ეს რაც დაემართა. რატომ მისცეს ფული? არა, რატომ ისეთ ადამიანს. უყურე მე მინდა გადატრიალების მოწყობა. და უცებ ხედავ რომ ეს არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული დებილი. ვერ ხედავს. აი და მე გინდა მაგის იმიტომ რომ დაეკარგა ეს ჩუციო დაეკარგა. გინდა მაგის მაგალითი გითხრა. ესე იგი ავღანეთიდან პორტ-არტურის ცხენს რო გამოასწრეს ამერიკელებმა და იმაზე რო ეკიდნენ თვითმფრინავის ბორბლებზე, ხო? CIA-ის დირექტორი გამოვიდა 10 დღის მერე. ჩემი თვალით ვნახე, ერთმანეთს აი აქ ტელეფონში ეს მისი პრესკონფერენცია რა, სიტყვაზე დამეჯერე და თქვა, რომ ჩვენო წარმოიდგინე, CIA-ის დირექტორი იძახის ამას, მთელი მსოფლიო უყურებს, რომ ჩვენო ტალიბებს ყაბულში არ ველოდებოდითო. აბა როგორ კაცო? ეხლა შენ წარმოიდგინე რომ ტალიბებს აბა ვისელოდებოდი, შალვარამიშვილს და გოგა ხაინდრავას ელოდებოდი ყაბულში. ეს ერთია რომ ალელოდებოდა. მაგრამ მეორე წარმოიდგინე დეგრადაციის დონე რომ ამას ხმამაღლა იძახი. დაარცვენია. დაზვერვის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების იძახი სოფლიოს გასაგონად რომ მე ტალიბებს არ վել ესე იგი შენ რა სიბნელეში იყავი წარმოიდგინე რომ წარმოდგენა არ ქონდა იქ რა ხდება და რამდენი ის არის ფული დახარჯული 2 ტრილიონი კი დოლარი და რამდენი ჩარჩენილი და 86 მილიარდი დოლარის შეარაღება დაუტოვეს ესე იგი შენ წარმოიდგინე რომ დეგრადაცია ეხა ნახე რა თქვა იმან ახალი თავდაცვის მინისტრი რო არის ამერიკის თავდაცვის ყველა გენერალი ყველა ადმირალი ყველა უმაღლესი ოფიცერი უნდა წავიდეს პენტაგონიდან აი გუშინგტონ განაცხადა. ვინც არ დაწეს განცხადებასო, სულ ყველ შენ გესმის რა წმენდამი. იქ არის ნამდვილი ამერიკაში ხდება რევოლუცია. ამის ნიშანი რა იყო, იცი? რითი შეიძლება მიმხდარიყავი რადონის კატასტროფა ელოდა ამ ქვეყანას რა და როგორ ჩამოეკიდენ ტრამპს, როგორც იმედს, ხო? რომ ის შტატები მოიგო
რესპუბლიკელებმა, რომელსაც არასოდეს არ მოუგია. ყველა მერყევი შტატი ხომ მოიგო. ლურჯი შტატები მოიგო, კი. დემოკრატების შტატი, იმიტომ რომ ის ამერიკელები მიხვდნენ, რომ კატასტროფაში არიან. და როცა ქვეყანა ენგრევა სასამართლოების გამოყენება დაიწყეს მართლა ტრამპის წინამდე გიჟური ბრალდებებით. გიჟური გაუპატიურება 345 წელი. 345 მიხვდა, ბევრი მიხვდა, რომ უკვე ეს არის და ეხლა რა მინდა, მოდი ეხლა ეს გასაგებია მსოფლიოში რაც ხდება. მოდი ჩვენთან მოვიდე. აბა მოდი. შენ წარმოიდგინე, რომ ავანგარდში აი ამ ბრძოლის, აი ამ უბედურებასთან, ამ გარყვნილებასთან, deep state-თან, ამ ომის აი ამ ბოროტ ძალასთან, რომელიც მსოფლიოს ავანგარდში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. აბა, იმიტომ ყველაზე პირველი, ვინც დაიწყო ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, ვინც დაუპირისპირდა და შენ წარმოიდგინე, მე აქ აი ამ სტუდიაში ჩვენ ამაზე ნალაპარაკები გვაქვს, ჩვენ დიდგორი მოვიგეთ. ჯიხადი დავანგრიეთ, რომელიც შეკრა საქართველოს გარშემო ბაიდენის ადმინისტრაციამ, ევროკავშირის გარკვეულმა ბიუროკრატიამ და აი ამ თელმა სიბოროტემ რა. აი ეს გავარღვიეთ. ერთმა პატარა ქვეყანამ სიმართლით თავდადებით, თავგანწირვით იყო თვე ღამე არ მეძინა. შალვა, აი გეფიცების უყველაფერს რა. სადღაც მე 4-3-ზე 4-ზე მეღვიძებოდა და დავდიოდი და ვფიქრობდი რომ მეთქი ეს როგორ გავანგე რა გვეშ აი ნახე რა დღე ხომ ეს წარმოიდგინე ფილმში რომელიც გაკეთებული მაქვს მე აი სიბზნეს სიცრუისა ხო იქ არის ბაიდენის განცხადება ბაიდენი გვიტევდა პირდაპირ ღიათ ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ დაუფარავდა აღარ ვლაპარაკობ იქ სახელმწიფო მდივნებზე და დღე არ გადიოდა შალვა მე ქართველებს მინდა უთხრა თქვენ გენაცვალეთ სულ ყველას თქვენ ყოფილხართ ხალხი დღე არ გადიოდა რომ თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე საქართველოსი ერთ ოღლურო რაუფ ოღლურო იყო ის გაყიდული იმისი ვილსონის პადელნიკი რა იმისი ნაყიდი ამ კეზერას ნაყიდი დღე არ გადიოდა დღე მე გეუბნები მე ამას დავდებ ზუსტად რაოდენობას რამდენჯერ იყო პრესკონფერენცია რამდენჯერ იყო ნახსენები საქართველოს დღე არ იყო რომ საქართველოს არ ეხსნა საქართველოს იყო მთავარი პრობლემა ხო რო არ ეხსნა მილერი მიულერი გიულერი კარპენტერი კურპენტერი თუ ვინმე იყო შახინი მახინი ევროპა საკე ევროპა არა იმას აღარ ვლაპარაკო ეს მარტო თეთრი სახლის იმიდან რა მოდიოდა გესმის და ამის გაძლება არ გინდოდა ბიჭო ეს რა ხალხი ყოფილა ბიჭო ეს ქართული ოცნება ეს ვინ ყოფილან ეს მაკა ბოჭორიშვილი ეს სამხარაძე ეს შალვა პაპუაშვილი ირაკლიზე ხა არაფეს ყობახიძე თუ გინდა ვინც რომელიც გინდა ხო კახა კალაძე ვინ ყოფილან ეს რა ბიჭები ყოფილან რა გოგოები ყვა მახაშვილი ეს ახალგაზრდა ბიჭი დღეს რა სიტყვა თქვა ნახე რა სიტყვა თქვა ნახე სამხარაძე რა სიტყვა თქვა ნახე რა დღეს ეს მაია ბითაძე გამოვიდა ბიჭო რა გაბედა ეს რა პროსტა რა სახეებით იჯდა ის 57 ქვეყნის წარმომადგენლები ერთი დაატრიალე კადრები შეხედე ეს ვის გაუბედია როდისმე საერთოდ რაც ეს ეუთო არსებობს რომ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელისთვის ისე თქვა რაც დღეს ქართველებმა უთხრეს მაგრამ ქართველებმა ეს ამერიკის სიყვარულით უთხრეს ისევე როგორც ეს DJ ვენსი ეს მომავალი სოფლიო პოლიტიკის ეს ახალგაზრდა მაგარი სიტყვა თქვა გამო ეს ისტორიული ეს ისტორიული მიუხედის იტირა ბოლოს დირექტორმა რომ იმ ვერ თქვა ვერაფერი იტირა რა უნდა ეთქვა ანუ ადამიანი დამთავრდა ის დამთავრდა ის კონფერენცია და დამთავრდა ეპოქა ყველაზე მთავარი რა იყო იცი ვენსის გამოსვლაში რომ კეთილგანწყობით ლაპარაკო სიყვარულით ეს კი არ იდგა ის კი არ იდგა რომ ბიჭო კი არ აწვებოდა აკრო განგსტერი რა აზრია კაცად ევროპას ვილსონს ერთი რამე მინდა დააკვირდე ლუბოი ფოტო ამოიღე ხელები სულ ესე უჭირავს ორივე ხელი აი გეფიცები აი კრუპნი პლანით აჩვენეთ აი ყველა მისი ფოტო გადმოიყვანეთ ჩემზე კამერა ჩემზე აი ყველა მისი ფოტო ხელები უჭირავს აი აჩვენეთ აბა როგორ უჭირავს აბა ერთი კრუპნი პლანი აი ესე უჭირავს ხელები რა აი ნებისმიერი ფოტო ნახეთ მაგისი თუ ესე არ იყოს მე მოვკვდე რა ყველა კადრში უჭირავს თითები ესე ხო და აი ამ ფონზე ხო გეუბნები რა ესენი ეს პატარა ქვეყანა ერთი ციცქნა მაგრამ იცი რა არის 30 წელიწადი აქ არიან ვერაფერი ვერ გაიგეს ჩვენი კარგია რომ ვერ გაიგეს რა ვქნათ ჩვენ რა დრო მოდის ჩვენთვის და გავასრულოთ გაცემა
რა დრო მოდი ჩვენ რა უნდა ვქნათ არა მსოფლიოსთვის მოდის ახალი დრო ჩვენ ჯერ საქართველოს ვილაპარაკობ მე მგონი მთავარი საფრთხე მეტნაკლებად არ ჩაიარა მთავარმა საფრთხემ ჩაიარა ხო მე მგონი არა მე მგონი კი არ ჩაი მე რა მინდა გითხრა იცი რომ ჩვენ ვართ ჩემის აზრით ევროპაში სამაგალითო ქვეყანა კი და ბევრი ხედავ ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა რომელმაც გაბედა ის რაც არავის არ გაუბედია და რაც თავარია იყო მართალი აი ეს არის იცი რა არის რომ ლუკას ახარებაში არის არ არის დაფარული რო არ გაცხადდეს სიმართლეც გაცხადდება ტყვილიც გაცხადდება და რაც თავარია დღეს რატო არიან ამოხტარი საცვლებიდან ის ბალტიისპირელი შნირები ესენი არასოდეს თავისი წელიწად ნახევარი ცხოვრობდი ლატვიაში მე გეტყვი ეს რა ქვეყანა ერთი აზრიც კი თავში არ მოსვლიათ რომ რაღაცა ეთქვა თავისი ისტორიიდან თავისი ღირსებიდან თავისი სახელმწიფოებიდან გამომდინარე დღეს აღმოჩნდა რომ ჩვენ მთელმა მსოფლიომ აღმოაჩინა თორე ჩვენა ვართ ერი რომელსაც ძალულს ნებისმიერ ვითარებაში საკუთარი ღირსების რწმენის ენის და ქვეყნის და სუვერენიტეტის დაცვა და ეს არის ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ჩვენი ძმაკაცი გოგა ხაინდრო ჩვენ ერთმანეთს მომაპარასკევს შეხვდებით